საქართველოს ოპოზიციაში მყოფი პარტიები, ეგრეთ წოდებული პროევროპული პარტიები ისეთ შოკში არიან და როგორ თქვა, ისე არიან გაბანძებულები და გაფარჩაკებული, რომ ტერორისტებთან დაიწყეს თანამშრომლობა და ტერორისტულ ორგანიზაციებს წერენ რაღაცა გაუგებარ წერილებს და მერე გამოდიან და ცდილობენ, რომ თავიანთ ამომრჩევლებს ეს ფაქტი შეტენონ ისე თითქოს რამე სახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგეს. ბრიფინგი ჩაატარა გვარამიამ აგენტმა ბოკუჩავამ და ბატონმა ჯაფარიძემ და თავი მოვაქვთ იმით, რომ ჩვენო წერილი მივწერეთო სირიის ხელისუფლებასო, რომ გაუქმონო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებაო. ეს ადამიანები, ვინც დღეს სირიის ხელისუფლება ჩაიგდეს ხელში, ეგ ორგანიზაცია და ეგ ადამიანები ამერიკის მიერ, ინგლისის მიერ, ევროპის უმეტესი სახელმწიფოს მიერ და ასევე რუსეთის მიერ არიან ტერორისტულ ორგანიზაცია აღიარებული და მათი მეთაურიც ტერორისტების სიაში არის შეტანილი და თუ არ ვცდები ათეულში იყო. როგორც ყველაზე საშიში ტერორისტი. აი ამ ადამიანებს წერენ წერილს ეს ნაბოზრები ესენი და აი ეს უნდათ მერე რომ გამოაჩინონ და ხალხს შეტენონ ისე რომ თითქოს რამე მაგარი გააკეთეს. ეს იმის მანიშნებელია რომ იმდენად გაკოტრებულები არიან და იმდენად უკვე აღარაფერი აღარ შეუძლიათ და ამას თვითონაც კარგად ხვდებიან რომ აი ესეთ სისულელეებს აკეთებენ და გაქანდნენ და ტერორისტებთან დაიწყეს რაღაცა თანამშრომლობა და წერილების მიწერ-მოწერა. ეხა ეს რომ ვიძახი რომ ტერორისტებს წერენ თქო, ვისაც რამე ჩემი მოგონილი გონია, ანის გონია რომ რამეს ვაბრალებ საქართველოს ოპოზიციას, ყველას ძალიან მარტივად შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია, ვინ არის ის ხალხი და რა ორგანიზაცია, ვისაც აი ეს ეგრეთ წოდებული პროევროპელი კომუნისტები წერენ რაღაცა გაუგებარ წერილებს.